თვითონ რომ არა პირდაპირ მიფასუხეთ ესე იგი ტრამპის მეორედ მოსვლამდე თქვენი პარტია და ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების ყურმოჭრილი მონა იყავით? იმიტომ ილანძღებოდა თუ პირიქით ხელისუფლების მხრიდან არა ამ წუთას ნათქვამი სიტყვებს ეწინააღმდეგე გაცალოთ პირველადი თავისი მოსაზრება წარმოადგენოთ და მე გავშალოთ ის მე გეუბნებით რომ არავითარი მის ქვეშ არ ყოფილა ქართული ოცნება იმიტომ რომ რეალურად მათი ზეწოლას ერთ გუბერნატორი მათ ზეწოლას არაფერად მიიჩნევდნენ არაფერად მიიჩნევდნენ არასდროს არ გაუთვალისწინებია ესე იგი არ ყოფილა გუბერნატორი და ამიტომ არა იყო ის ცდილობდა რომ გუბერნატორი ყოფილიყო ის ცდილობდა რომ ნებისმიერ შეხვედრაზე რაღაცა deep state-ის ხომაც შემოქმედა და პრინციპში შეგიძლიათ ეს იყო ხო შეგიძლიათ აღვიხსნათ ბოლო-ბოლო ეს deep state-ი რა არის ეს არის მართლობის ფორმა ერთ-ერთი აღვიხსენით ერთი ვისაც არ გვესმის აი არ არის ეხლა აღვიხსენით თეორიული ის არ აქვს არა რა არის ეს deep state ფარული მართლობა რომ ფარული მართლობა მე ვიცი ბიძინა ივანიშვილის მართლობა ბიძინა ივანიშვილი არ არის ფარული მართლობა ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად არის პარტიის ლიდერი ოფიციალურად არის პარტიის ლიდერი და თუ რაიმე გადაწყვეტილებებს იღებს პარტიის სახელით იღებს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს თუ პრემიერ-მინისტრი იღებს ბიძინა ივანიშვილი იღებს პოლიტიკურ და პარტიულ გადაწყვეტილებებს და პრემიერ-მინისტრის იღებს პოლიტიკურ და პარლამენტის თავმჯდომარეს იღებს შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში ასე რომ და რაც შეეხება ხა ტრამპის პოლიტიკას დედამერც რატო არ ეცინება კი ბატონო ხო არა არის გასაცინალი აქ ბატონო და რა არის გასაცინალი და რატო უნდა გაეცინოს ხმეთას აღარ გვინდა ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობთ რომელიც ოფიციალურად არის პარტიის თავმჯდომარე ხო საპარტიო თავმჯდომარე არა ნუ არ შეიძლება ასეთი ცინიზმი ზუსტად იმასთან ნუ მისი მოსაზრება არის ეს ცინიზმი არ გვინდა კი ბატონო რატო არ გვინდა კაცო ეხლა ვერ არ შეიძლება არა რატო არ შეიძლება არ შეიძლება ცენზურას აწესებ ცენზურას ზუსტად ცენზურას ვერ დაწესებ ცენზურას ვერ დავაწესებთ უკვე დააწესებენ ეკა დააწესებენ ეხლა ნახეთ ერთ კვირაში რა კანონებს მიიღებენ ცენზურა უნდა იყოს საბჭოთა კავშირს მოენატრება ცენზურა უნდა იყოს დაწესებული თქვენაი რესპონდენტების მიმართ იმიტომ რომ არა რასპია ეხლა ყველა უნდა იყოს ეთერში უნდა იყოს დაწესებული მეგობრებო აი ტოტალიტარიზმის ხომაგი რო გეგონათ რომ დინოზავრები გადაშენდნენ არ გადაშენებულან ბატონო არა თქვენ ცდებით ბატონო ჩემო და ზუსტად ცენზურა უნდა დაიქნეს დაწესებული სწორედ ამის გამო რომ ასე ყველაფრის და ხელმოუხელო ტყუილის ბართლის და ავისი ყველაფრის საუბარი ერთად არ შეიძლება ცენზურით რო იწყება მე რითი მთავრდება გულაგით მთავრდება ცენზურით რომ იწყება მთავრდება ცენზურით რო იწყება განვითარებული კეთილ გულაგით მთავრდება გამონაკლისების გარეშე